რა იმართება გლუკოზას, მას შემდეგ რაც ჩვენ საკვებს მივიღებთ. საკვების მიღების შემდეგ ნახშირწყალი დაიშლება მონოსაქარიდებად, ძირითადად გლუკოზად. კუჭნაწლავის ტრაქტში, უშუალოდ წვრილნაწლავში ენტეროციტებში ის შეიწოვება და გადადის სისხლში. სისხლში მოხვედრი, როგორც კი მოხვდება, აიწევს რა თქმა უნდა გლუკოზის დონე შესაბამისად და ამ დონის საპასუხოდ უკვე პანკრეასი იწყებს ჰორმონ ინსულინის გამომუშავებას. ჰორმონი ინსულინი გლუტოთხი ტრანსპორტერების საშუალებით უკვე გააღებს უჯრედის კარებს, რათა უჯრედში შევიდეს უკვე გლუკოზა. უჯრედში მოხვედრილი გლუკოზა 3-დან 1 გზას ირჩევს მეტაბოლიზმისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია იმ მომენტში უჯრედის მოთხოვნილება ენერგიაზე, როგორი არის საკვების ხარისხი, როგორია ინსულინის დონე. აქედან გამომდინარე, გლუკოზა მიდის ან გლიკოლიზში, ან გლიკოგენეში, ან ლიპოგენეზში. განვიხილოთ თითოეული მათგანი. თუ უჯრედს სჭირდება ენერგია, ჩაირთვება გლიკოლიზი, ანუ გლუკოზა დაიშლება და მივიღებთ ენერგიას. ხოლო თუ უჯრედს იმ მომენტში ენერგოდანახარჯი დაბალი აქვს, ენერგიის დონე ადეკვატური აქვს და არ სჭირდება მას მეტი ენერგია, გლუკოზა წავა უკვე სამარაგო ფორმაში. გლიკოგენში და ჩაირთვება გლიკოგენეზი, ანუ გლიკოგენის წარმოქმნა. ეს უკანასკნელი გახლავთ გლუკოზის დროებით სამარაგო ფორმა, რომელიც ინახება ღვიძლში და კუნთებში. ხოლო თუ ჩვენ უკვე მივიღეთ ჭარბი რაოდენობით კალორიები, უჯრედს არ სჭირდება ენერგია, მისი მარაგი გლიკოგენის სახით ღვიძლში და კუნთებში შევსებულია, მაშინ ასეთ შემთხვევაში უკვე ლიპოგენეზი ირთვება. ანუ გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა წავა უკვე ცხიმოვან ქსოვილში, ადიპოციტებში ტრიგლიცერიდების სახით ჩალაგდება. ასე რომ გლუკოზა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებაა, თუმცა მნიშვნელოვანია მისი რაოდენობა და ხარისხი, რომ თავიდან ავიცილოთ მეტაბოლური დარღვევები.